მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს კოლეგებს. ძალიან მიხარია, რომ მომეცა კითხვის დასმის საშუალება, იმიტომ რომ ფაქტობრივად დრო იწურება. ბატონო ბიძინა, ფაქტობრივად თქვენ უკვე ისაუბრეთ მაჟორიტარ კანდიდატებზე, ჩემი კითხვაც მაჟორიტარს შეეხება. თუმცა ცოტა სხვა კონტექსტში მინდა დაგისვათ ეს კითხვა. გადაცემის დასაწყისში თქვენ ძალიან გარკვეული დრო დაუთმეთ ქვეყნის იმიჯს და მის შედეგებს, რომელიც ქვეყანამ გააუმჯობესა. თუმცა გვაქვს ასეთი მოცემულობა, ადიგენში მაგალითად 55 დასახლებიდან 23 არის შერეული და ამ 23-დან 15-ში უმრავლესობას მუსლიმი თემი წარმოადგენს. ამ ფონზე პარლამენტში ადიგენის სახელით მოხვედრას ცდილობს კანდიდატი ქართული ოცნებიდან, რომელიც შემჩნეულია ქსენოფობიაში. უფრო კონკრეტულად მე ვსაუბრობ ახალციხე ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატზე გიორგი კოპაძეზე, რომელიც 2013 წელს ჭელას მოვლენების დროს, ასევე ჩვენ შევეხეთ დღეს ჭელას მოვლენებს, იყო ანტიმუსლიმური აქციების ორგანიზატორი და ამბობდა, რომ ქრისტიანული საქართველოს იდეოლოგი იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ? მე ვხვდები, რომ თქვენ არ მონაწილეობთ კანდიდატების შერჩევაში, თუმცა როგორ ფიქრობთ? უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყნის იმიჯს და ქართული ოცნების რეპუტაციას ხომ არ ლახავს, როდესაც ასეთი კანდიდატი ცდილობს პარლამენტში მოხვედრას, იქნება თუ არა ეს ქვეყანაზე ცუდი გავლენის მომხდენი, ზოგადად რელიგიური ან ნებისმიერი უმცირესობისადმი რადიკალურად განწყობილი ადამიანის ყოფნა საკანონმდებლო წამყვან პოზიციაზე. გასაგებია, რა თქმა უნდა იქნება ცუდი, თუ ეს ესეა. მაგრამ მე არ ვიცი საკითხი და ვერ გეთანხმებით, არ გეწყინოს თქვენ. შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით. მოკლედ ციტირება გავაკეთო მისი გამოსვლებიდან 2000. დამელოდეთ, ახლა ვერ მოვასწრებთ ამ ხელად რო არ აქვს შენ და მის საშუალება თქვენ გექნებათ როგორ ჟურნალისტ, თქვენ რეგიონში შეგიძლიათ ეს მიაწოდოთ, ქართულ ოცნებაც ახლა გვისმენენ ალბათ ამას დაენახავენ და შეაფასებენ. მე რამდენადაც ვიცი, როგორია გუნდი, როგორია მათი დამოკიდებულება შერჩევისადმი, რა თქმა უნდა ესეთი პიროვნებას ვერ დაუჭერდნენ და არ დაუჭერდნენ მხარს, თუ ეს ესეა. თუ ესეთი უხეში შეცდომა მოუვიდათ, ძალიან ცუდია, მაგრამ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ თქვენს პოზიციას. მე მაინც მგონია, რომ თქვენ მგონია რის საფუძველზე, მე არ ვიცი და არ ვიცნობ მაგ საკითხს კონკრეტულად, მაგრამ ვიცი დამოკიდებულება და ვიცნობ კარგად ქართულ ოცნებას, ვიცი მათი შტაბი, ვიცი მათი ლიდერი და ვიცი მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არის ისეთივე, როგორც თითოეული ჩვენთაგანი ფიქრობთ, აბსოლუტურად ისეთი, რომ ჩვენ არ ვანსხვავებთ და არა რელიგიიდან გამომდინარე ვერ იქნება ვერავითარი განსხვავებული დამოკიდებულება ჩვენს თანამოქალაქეებზე. და სხვა ქვეყნის თანამოქალაქეებზეც ეს გასაგებია. ჩვენ ის პარტია ვართ, რომელიც ვიყავით უბრალოდ და არის ის, რომელშიც თავის დროზე მე ვიყავი ლიდერი, ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ და ამას ყველანი მხარს უჭერდნენ. შესაბამისად, მე მგონი რომ ცოტა გადაჭარბებულად თქვენ აფასებთ სიტუაციას. სხვანაირად მე ვერ გიპასუხებთ, ანუ შეესწრებით, ჩემთან ძალიან მწუხ პოლემიკაში შემოსვლას, ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია და თანაც დრო გვაქვს ძალიან ცოტა. არქივში ძალიან ბევრი მასალაა დაცული მისი გამოსვლების და მოძიება რთული ნამდვილად არ არის. ჩვენი გადაცემა, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა, ბოდიში. დიდი მადლობა, თუ ვერ მოვასწარი, ახლა შეგვიძლია ჩვენ გამოვთოს. ეთერს მიღმა შეგიძლიათ განაგრძოთ საუბარი, უბრალოდ საეთერო დრო აღარ გვაძლევს გაგრძელების საშუალებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც უსმენდა დღევანდელ გადაცემას. ეთერში ვიყავით ახალციხიდან, შევხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათს. თუ დაჩელი კითხვები გაქვთ, გავაგრძელებთ. კახეთში, თელავში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. დიდი მადლობა. კარგად.